ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითადად იარაღის განხილვა ზურაბ ყვანჭახაძე. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გამარჯობათ. მოკლედ ძალიან უჩვეულო ვიდეოს ვიღებთ რა, მე თუნდაც არ ვარ თლად გარკვეული, მაგრამ აქ სადაც ავართ, ვის წარმომადგენელია, ვის აზრია ამ ყველაფრის და გასართობი რაღაცა რა, მოკლედ ბატონო თავი თანამედროვე ტექნოლოგიებთან როგორ ახარ? დაინტერესებული. დაინტერესებული, აი, გაგვიცანით პატივცემულო. გამარჯობათ. ადგილზე ბატონო დავით. ეს არის Another World, ძალიან თანამედროვე ახალი ვირტუალური რეალობის როლები არის. უკვე მაგას თამაში განვიხილავთ თან. რა თქმა უნდა, კალაშნიკოვი იცი ხო რაცა? ხო და კიდევ ეგეთი იარაღები შეგვხვდება თამაში და საკმაოდ გასწორებული ზუსტი. ანუ მაინც ვერ გავიგე. თამაში ანუ რა არის? სათვალები უკეთია. VR სათვალები. VR სათვალები უკეთია, სადაც თამაშია გამოსახული და რეალობაში მოძრაობ ჩვეულებრივად. თუ გინდა ირბინე ახტი, გადახტი, ჩაიგოზე დაწეკი არ აქვს. კედელს რო დავეჯახო? კედელს რო დაეჯახო, აქ არის კალიბრაცია გაკეთებული, სადაც გეუბნება თამაში, სადაც კედელი არის, რეალობაშიც კედელია. ასე რომ თუ თამაში კედელს არ დაეჯახები, რეალობაშიც კედელს არ დაეჯახები. შევიდეთ ნახოთ. შევიდეთ და ნახოთ. მე ძალიან დაინტერესდა. ერთი რაღაცა კი ვითამაშეთ, ეგ იარაღები გვეჭერა, რა ეს რეალური. მე მინახავს ეგეთი რაღაც. ანუ ეხლა რა მაინტერესებს? დარბაზია რაღაცა? ამ დარბაზში მოძრაო? კი, აი ეს არის ზონები. სულ 3 ზონა არის დაყოფილად. და ამ ზონებზე ამ კვადრატებზე ჩვეულებრივად მოძრაობთ. ანუ ეხლა აი იმ კედელთან მივალ. იმ კედლამდე ბოლომდე ვერ მივალთ. აი ამ ხაზამდე აქ არის კედელი თამაში უკვე და ასე რომ ზონის იქით ვერ გადმოვალთ. მერე სათვალე ქრება და გეუბნება რომ უკან გაუბრუნდეთ. ანუ რაღაცა გაცხარებულ თამაში რო კედელს მივაწყდე და რამე არის? არა, ეგეთი რაღაცა არ არის. იმიტომ რომ ზონები არის კარგად დაწყობილი. თამაში კედლები ისე არის დალაგებული, რომ ვერანაირად ვერ გახვალ. რამდენ კაც შეუვლით? ერთდროულად შეუძლიათ 15 ადამიანს ითამაშოს. ვინმე მოწინააღმდეგე ყავს თუ ერთმანეთს ვეთამაშებთ? არა, ერთმანეთს ვეთამაშებთ. ანუ ისე რომ თვითონი ბოტებს ეთამაშო? არა, სროლებში ბოტები არ არის, თუმცა არის ზომბები. ნუ ზომბები. აი მარტო მოვედი მაგალითად. ხო. მარტო თუ მოხვედით, მაგალითად არის რაღაც გალაქტიკური ომებიც არის, სადაც ურჩხულები არიან, ან ზომბები შეგიძლიათ ეთამაშოთ. მარტო, ანუ ეს სცენარია. კი. დანარჩენის რას აკავს თვითონ თამაში? სროლები თუ ხო, აი რა თამაშს აკავს? აი კაუნტერი ალბათ გეცოდინებათ. კაუნტერის ვიზუალზე ყველაფერი აწყობილი. იარაღები ყველა არ არის გადმოტანილი, მაგრამ ნუ რაც 10 მოთამაშეს სჭირდება, ყველაფერი არის. წამოვა იქიდან შევხედოთ, რაღაც აკი ვიყავ მანამდე. აქ კიდე რაღაც კაფეც არის, ხო რაღაც არის. კი, ლაუნჯიც არის ჩვეულებრივად დამსვენებლებისთვის, ვინც აქ ითამაშებს და იღლება შეუძა წავიდეს ყავან ჩაით მიერთვას. ანუ რავი, მშობლება, მაგრამ მშობლებმა ხა ჩვენ მოვედით ეს ყველა თაობის ხალხი რა. კი, აბსოლუტურად ყველა ასაკზე არის გათვლილი და ყველას ძალიან მოწონს ვინც აქამდე მოსულა. აი, იქ არის სათვალეები დაწყობილი, შეგიძლიათ შეხედოთ. ესენია სათვალეები. ანუ ამას იკეთებ ხმას, ერთმანეთს ხმა გვესმის? კი, ჩვეულებრივად რეალობაში როგორც გესმით ეგრე. მისამართი? მისამართი არის ბრწყინვალე გიორგის 42. აღმაშენებლის ხეივანზე არის. ხო, ოღონდ გარშე გეშალო დიდი ღომში რო არის. კი, დიდი ღომი არა. თბილისში რაღაც ერთი და იგივე მისამართი. ტენდენციები გაჩნდა რომ 9 ქუჩას აქვია სხვადასხვა ერთ-ერთი სახელი და რაღაცა არ დაიბნეთ. ყველა ვარიანტში ამ ადგილის ვებგვერდი ხო გაქვთ? კი, საიტიც არის, Instagram-იც არის, Facebook. საიტს ჩავაგდებ იმაში რა ქვია, მე არ მომწეროთ რა სადარიო. შეხვალთ იქ დააწვევით და პირდაპირ მოხდებით ამათ საიტზე. წინასწარმო ჩაეწევნა ალბათ, ხო? კი, ჯავშნები აუცილებელია, იმიტომ რომ ტექნიკას დატემა ჭირდება. და ისა რა ქვია, კიდე რა მაინტერესებდა. იქ რაღაც ინგლისურად ეწერა, მგონი დაბადების დღეო და დაბადების დღის გადახდა კი, შეიძლება. რა თქმა უნდა, დაბადების დღის პაკეტების არის ჩვეულებრივად 30 ბავშვზე ძალიან ჩვეულებრივად მას ვინძლობთ, ჯერ შედის 15 ადამიანი, შემდგომ კიდევ 15 ადამიანი. დანარჩენები აქ არის PlayStation-ები, იქით არის მანქანის სიმულატორები, ეგ მაგიდის ჰოკეი, მაგიდის თამაშებიც გვაქვს და ლაუნჯი ჩვეულებრივად. ადამიანი ღირს, ერთი ბავშვი ღირს 60 ლარი. ამას შედის კვებაც.
დაბადების დღის შემთხვევაში. არა, იუბილიდან მოვედით მე და ბატონი დავითი და ერთმანეთს ვითამაშოთ. რამდენი გადა? ორშაბათინა პარასკევით ჩათვლით არის 40 ლარი ერთი ადამიანი და შაბათ-კვირას არის 50 ლარი. ეგ ჭამადან ამია მოვიდა 1 საათი ვითამაშე. ერთ კაცზე 40 ლარი. კი. აჰა. შაურმა რა ღირს? შაურმა არ გვაქვს. არა, საერთოდ რა ღირს შაურმა? საერთოდ 9-დან 10 ლარამდე, სადაც 10 ლარი შაურმა. სამი შაურით, ჰა? 4 რა. არა, შაურმა არ არის ჯამთელი ყვება. არა, საერთოდ 4 შაურის ფასე, მოდი ესე გლეხურამავში გადავიყვანოთ რა. რავი, ვისაც გართობა გინდათ. პრინციპში მე არ ვიცი ახლა აქ ღირს თუ არა, უბრალოდ ვითამაშებთ რა და ვნახოთ. შიგნით შეგიძლიათ გადაიღოთ ჩვენ რასაც. კი, ყველაფერს გადავიღებ შიგნით. ნახე, მსგავსი რაღაცები. რა. იკეთებ და ანუ ანუ მარტო ეს სათვალეც იყიდება რა. და შეგიძლიათ სახში ითამაშო? ხო, სხვა თამაშებიც. კი, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ჯოისტიკზე ანუ სახში რომ თამაშობ ჯოისტიკით და მაინც თავბრუს ხვევის შეგრძნებები არის. აქ ვინაიდან რეალობაში მოძრაობს ადამიანი, არანაირი მსგავსი შეგრძნება არ აქვს. და გაითვალისწინეთ, ფერშოლებმა უნდა ითამაშოთ. კი. ასე ფეხები დაიბანეთ სამოსვლიცი. ან დახეული ნასტია. წინდებით ითამაშეთ ყველაფერი. ანუ ეგეც არ არის პრობლემა, წინდების გვაქვს და ტასაცმელი და არა, ვიღო რამე საჭირო მოწყობილობები არის, აი თქვათ ეხლა მე მოვედი ტყეში ითის დავდივარ ბატონი დავით ეგრე მოვიდეთ. არა, ისეთი განსაკუთრებულები არაფერი, უბრალოდ აი ჭუჭყიანი დასწრებით და შეიძლება მასო, იმიტომ რომ მაინც ისვრება. ხო არა, ნუ რაღაცა მოსახერხებელი დასწრებით. ჩეულებრივად, იმიტომ რომ აქ დარბი ხარ და იღლები, გინდა არ გინდა. რას? ამ სირბილს მოგიწევ რა? გახეული წინდებით ვთამაშობ. მოდი ვითამაშოთ. იცი რაც გავაკეთე მეგობრებო, ის თუ გადაიღებე შეგინდა რა ხდება. ჩვენ ამ ან მოკეთ ჩვენც დაგვინახავთ აქ ვიღაცა გადაიღებს და ვიდეო თამაშს გავუშვებ თლიანად. ეხლა რო კი, გამოთვალე. როგორ ნაგი ჩვენ ისიც აჩანს, ა ბატონო დავით, ნახე? აი ეს არის თამაში, ეხლა რასაც ჩაგეთავთ, აი ეკრანზე რაც ჩანს. ეგ არის თამაში? კი. რამდენ გასაოცარია ეს მომავლის. ანუ რამე სპეც ტექნიკა და რამე ან უბრალოდ არა, ძალიან მარტივად, მარტო ჯოისტიკები, ანუ ხელები და სათვალეები. მიდი იმას ჯგუფს დაუძახე, იმას სულ ყველა ვინც ავართ, ვის ვიღებს მონაწილეობას, ერთი გოგოც არის. რავი, აქ რა მნიშვნელობა სქეს ან რაღაცა. არანაირად არაფერი პრობლემა არ არის. ფიზიკური ზეწოლა რაღაცა არა. თამაშიც როგორც რეალობაში გადავტენით იარაღს, ვჭიდით იგივე რაკაც. რას? და იარაღს როგორ ვიღებთ? იარაღს ვირჩევით თო? კი, მაგიდაზე დევს და მიხვალ აიღებ. თამაში. თამაშივე დევს, კი. ძალიან საინტერესოა რა. მე ახლა მაშინ ალბათ ესე ვითამაშებ რა. თუ სირბილი მომიწევს, გამოდით აბა ერთი. ვარიანტი ეს არის. გვერდები ესენი არის პლასმასები და ამას რომ მოკიდებ, ასე დაპატარავდებოდ ფრიცახეზე და ამ კარგად მოიგებთ ერთი სიტყვით რა. დანარჩენი თამაში გადავინაცვლოთ, ახლა თამაში ჩვეულებრივად კედლები იქნება. თამაში არსებულ კედლებში არ გავდივართ. ანუ გადასახტომით ვნახეთ რამე აი პატარა სტრუქტურა, იმაზეც არ გადავახტეთ რა ერთი სიტყვით. კიბეები არის ხოლმე, წინ რაღაცა ჯებირები აქვს და მაგას ცდილობენ გადაბიჯებას და ან მარცხენა ხელი გამოწია. დავიჭო რა მე. შეგელი გამიშო ბიჭო ფაგას. უი, დაბო. სორი დრატყო. ესენი ვინებია? ამამყევი.
წითელი ჩიგინში ეს ვინა აი წილი ეს შაკუზული ვინ არის? აქ ტერორისტები რატო არიან? ვინ არის? შენ ვინ ხარ? ალო, ისმის ჩემი ხმა? კი. ინსტრუქტორი ვარ და რაღაცებს გვეტყვი ხოლმე თამაში. შენო ჩაირთო რუკა ეხლა უკვე. ეს არ ვიცი ვინა. არა, ესენი არიან ირაკლის და ისენი ზევრუჩეს. იარაღები აი გადატანენ და ისროლეთ, აბა ცა. შენთან გასავდა. ბატონო დავით, ისწავლეთ უკვე? სად ვარ? ატო მესრი. არ გესურვი. შენ მესრი. არ გესურვი, არ დამბრიდე. მომეც. აი ისევ პისტოლეტით გავალავ. ჩაირთო რუკა ეხლა. ბიჭო მოიხედე, ახლო მოდი ხომ ხედავ. დათული. იარაღები აი გადატანენ და ისროლეთ, აბა ცა. ბატონო დავით, ისწავლეთ უკვე? 30 კილი ვის. ეს არის ეს. ბიჭო, ორი წამი. აი ხა ირჩება უკვე და შეგიძლიათ ერთმანეთს ცოტა ხანში. ან შეგიძლიათ ლიბზეც გადაინოსო ლიბზეც შეგიძლიათ. ლიბზები გვერდზე. Fire! პისტოლეტში როცა ჭირს შევდებ, შემდგომ ზემოდან კიდე უნდა გადავტენოთ. ჩემთან ჭიც არ იღებ. აი ხა ირჩება უკვე და შეგიძლიათ ერთმანეთს ესროლოთ ცოტა ხანში. ან შეგიძლიათ ლიბზეც გადაინოსო ლიბზეც შეგიძლიათ გზახვიდეთ. 5, 4, 3, 2, 1. Go! ვისად? ამომყევით. როცა მოკვდებით ჭირს შეგიძლიათ ზემოდან გადავტენოთ.
როცა მოკვდებით ჩემი არაღი. ოხ. ჩემი არაღი. Mama, რა ვახარ? სად არის დაბლა ჩასასვლელი? ჰა? ბატონო დავით, ისწავლეთ უკვე? სად ვარ? ო. Whoa! ჩაირთო რუკა ეხა უკვე. გადატენილი მაქვს. იარაღები აიგეთ, გადატენეთ და ისროლეთ, აბა წადეთ. ბატონო დავით, ისწავლეთ უკვე? კი. აი ხაირთვება უკვე და შეგიძლიათ ერთმანეთს ესვათ ცოტა ხანში. ან შეგიძლიათ ლიბზეც გადაინოსო ლიბზეც შეგიძლიათ სართულებზე ახვიდეთ. გვერდზეა. ხუები. აი One. Fire. პისტოლეტში როცა ჭირს შევდებ, შემდგომ ზემოდან კიდევ უნდა გადავტენოთ. ჩემთან ჭიც არ იღებ. აი ხა ირთვება უკვე და შეგიძლიათ ერთმანეთს ესვათ ცოტა ხანში. ან შეგიძლიათ ლიფტზეც გადაინოსო ლიფტით შეგიძლიათ სართულებზე ახვიდეთ. 5, 4, 3, 2, 1. Go, go, go! ვისად? ამომყევით. პისტოლეტში როცა ჭირს შევდებ, შემდგომ ზემოდან კიდევ უნდა გადავტენოთ. ჩემ გუნდში ემისტრი მე ვიყავ. მე და თქვენ 16 და თქვენ 12. მამა. ყველაზე მეტი მკვლელობა მე მქონდა. ჩემ გუნდში. მოკლედ მეგობრებო, რა ძალიან მაგარია, არ ვიცი, თამაში ხარ შიგნით. просто გონიერის გინდა ჯგუფი რომ ყველაზე მეტი ქილი მე მქონდა. ანუ პირველად რო ითამაშებ, ცოტა რთულია იარაღების ან ფლობა რა, აი როგორ გადატენო რამე რომ მეიბნები რა. დრაბავი კი რო იყო, ის საერთოდ რა ვერ გავიგე როგორ ტენე და ბოლოს გავიცოლე როგორ ტენე, მაგრამ არ უნდა ენტოთ რა იარაღები. აი როგორ რომელი ხარ შენ რომელი? შიგნით ხარ თამაში. ხო, მათხოვე. ერთი ჩამოვიდე. არ ვიცი, ძალიან მაგარია რა. თუ მართლა გინდა თუ დაანებე მაგათა. დათუნდა მოდი აქ.
დიდი ვერაფერი თავი ვერ გამოვიჩი. ძალიან მაგარი იყო, მე მოვიღე, ნამდვილად მეკონა. შენ რამდენი კაცი მოკალე? 47. ა? 47, შენ 12. ბიჭო, მე რა ვიცი, გონის 47 მე მომკალე, ხო? სულ რაღაცა მესწოდე იქვე. ხო, იქ არიან, მაგრამ მე შენ ვერ კლავ. მე ის მართლა დაიარას. მეც. მოკლედ, მე არ ვიცი ეს რა. აი კომპიუტერულ თამაში ხო თუ არ გარეკეთ ბოლომდე, თუ გითხრათ თან იმოძრაოთ, თან რაღაცა გააკეთოთ, სულ რამდენი სართულია? მე ლიფტი ძალიან ზემოხომ ჩამოდი. 6 სართული იყო, 6 სართული ზემოხომ და თუ რაღაცა ტელეპორტები იყო. მეთქი აქ. შეგინდა ნახეთ, რა ძალიან მაგარი. ძალიან მაგრა ვითამაშეთ რა. მე ძალიან აი ეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იმის რაღაც. თუ მოხვალთ და ითამაშებთ, თქვენი აზრი აუცილებლად მომწერა. მე სიამოვნებით ვითამაშე. მე ძალიან მომეწონა. ხო რა. ნუ დამოყალიბდა ერთი-ორი ჯონდა ითამაშე და მე. ნახე, ამიტომ გამოგებსტოდი მეგობრებო. კარგად ვდანდებოდი. შემდეგ ვიდეოები ძალიან მაგარია. არა, просто შეგინი ჩავიხედე.